დილა მშვიდობის. როგორც ყოველთვის, დილა მშვიდობის ფისუნიასთან ერთად. არ უნდათ გამოსვლა თათებზე სივად. გავისეირნოთ ნოემბრის ბაღში. ნოემბრის დასაწყისია, მაგრამ მაინც ასე დავარქვათ ნოემბრის ბაღი. რა ყვავის დღეისთვის ეზოში. გუშინ ძალიან კარგი ამინდი იყო. მინდოდა გადამეღო და ვეღარ მოვახერხე, ისე უცბად დაბნელდა მე. საღამოთი ვეღარ ვიღებ ხოლმე. ჩემი ანემონები. წერს ძალიან ცოტა მაქვს ანემონები. საფხურში აქ არ ვიყავი, ვერ მივაქციე ყურადღება და გახმა. როგორც ბევრი ვარდი აქ გამიხმა, 5 ძირი მაინც და ხელახლა ახალი ვარდები ჩავრგე. თქო ძველი ვარდები იყო, თქო არა. ალბათ გვალვის შედეგი იყო. ეს ნონა. თქო უნდა ნონა უხვად ყვავის. საფრანები. რატომაც ძველ მოდურს ეძახიან ზაფრანებს, მაგრამ რა ვიცი, მე ძალიან მოუწონს. განსაკუთრებით შემოდგომის ბაღში სხვანაირი იერი აქვს ხოლმე და ქრიზანტემები არ მაქვს მე. ასე რომ ქრიზანტემების მაგივრად ზაფრანებმა ყავენ ეზოში. შემოდგომურები რატომღაც სულ გამიქრა. არადა ბევრი მქონდა და ერთიანად ყველა გაქრა. გლორია დეი. ერთი ყვავილი აქვს აბრაჰამ გეიბისვე. დაიშურა, თუმცა არა, გერამდელი კოკრები აქვს. კოკრები აქვს. ესე იგი ჯერ კიდე გაგვახარებს ყვავილობით. ამ ვარდის სახელი არ ვიცი, მაგრამ ძალიან ადვილად კალმდება. ძალიან ბევრი ძირი გავახარე. სუპერსტარი ძველი ჯიში. წყალთან ახლოს არის. სინესტი აქვს ბევრი. ნაცარიც კი დავყარი აქ, მაგრამ მაინც არ შველის დავადდა. შემოდგომით ისე არ უნდა გვიკვირდეს, რომ ესეთი ავადმყოფი ვარდები დგას. უკვე აცივდა და სინესტი არის, ვარდები რა თქმა უნდა ავადდებიან. რაც არ უნდა ვწამლოთ მაინც, არაფერი აღარ ეშველება, მე ვფიქრობ. ტყუილი იქნება წვალება და რა ვიცი, აღარ მინდა ვწამლო ვარდები. ჩემი მწვანე ვარდი. საფხურში იდგა, უფოთლოდ საერთოდ ისეთი ავადმყოფი იყო. ახლა ახალი ფოთლები გაიგეთა და გამოსწორდა.
ასეთი სილამაზეა ვარდების. აქ ისე ეს სუპერსტარი და ეს წითელი ვარდები მაქვს ბევრი, ესეც ძველი ჯიში არის, რომლებიც უხვად ყვავიან. Queen Elizabeth. Očagops. ეს არის Red Berlin. როგორც მახსოვს, ელენეს ჰქონდა ბაღში. ეს კი Lovely Red. მაგრამ დაბლა ნახეთ, უცავიელი არც ერთი ფოთოლი არ შეინარჩუნა. ავადმყოფობს ცოტა კი არა კარგად. კენწეროში დარჩა ასეთი თაიგული ვარდების. ძირში გადავჭრი, მოკლედ გადავჭრი, რომ დაბლა დაიბუჩქოს. ეს Lady of Shalott. არ ვთქვა ძალიან სურნელოვანი არა, მაგრამ აქვს სურნელი. ზოგ ვარცხომ საერთოდ არ აქვს ხოლმე სურნელი და ეს მაინც შეიძლება ითქვას, რომ სურნელოვანი ვარდია. Chippendale ისვენებს, მაგრამ თითოეულა კოკორი აქვს გაკეთებული. ესე იგი, უხვად მაინც მაისში ყვაოდა ყველაზე ძალიან. მხარებდა თავისი სილამაზით ეს ნონა. ესე გამოიყურება შორიდან. ახლა აქეთ ჩავუყვეთ ვარდებს. ეს ვარდის ძირში კალენდულა არის. კალენდულა ყვავის. წინ თავისით იყრება თესლი და ამოდია ზოგჯერ უადგილო ადგილზეც კი. ნონა. აი აქეთ ჩავივდით, როგორ გამოიყურებიან აქ ვარდები. ესეთი ლამაზი ვარდია. ძირითადად ერთი და იგივეა ეს ძველი ჯიშის წითელი ვარდი. ხშირად შეხვდება ახლა. ბევრი ძირი მაქვს, კარგად ხარობს. ეს Gloria Dei. კარგად კალმდება. ბევრი ვახარი. ისევ Gloria Dei. ეს დაბალი ჯიშის ყვითელი ვარდები, სპრეი ვარდებია. ქვევით კლუმბა გავაკეთე ამ ვარდების. რამოდენიმე ძირი, რაც დამრჩა, ყველა ერთად ჩავრგე.
აქედან ამოვიღე წითელი ჭრელი ვარდი იყო, დაბალი ჯიშიც ისიც სპრეი არ მახსოვს რა ქვია, გადავრგე კრომბა გავაკეთე მაგვარდების ის ისე წითელი ვარდი ეს ფარფლოჩ იასამნისფერი ვარდი მიდგა აქ არც ერთი კოკორი არ აქვს უკვე ზამთრისთვის ემზადება ამ ვარდს მარტო ერთი ყვავილი აქვს უпростоრად ერთ ღეროზე აქვს მარტო ყვავილები გაკეთებული აი ასეთი ხედი არის ბოსტანი უკვე ნელ-ნელა სუფთავდება ზაფრანები დავტოვე იყოს თქვა ციცაკების დასაგლეჯია ალბათ დავგლეჯავ ჰორტენზია ისე გამოიყურება ჰორტენზია კარალიოკი კარალიოკი არის ხან ხურმა ყოველ წელიწადს სხვადასხვანაირი სიტუაცია არის ხოლმე ამ ხეზე ეს ჰორტენზიები რომელიც ჩავაქალმე ლეძიოვშალოთ და ერთი ცისფერი ვარდი იყო ვახარი ძალიან ძნელად ხარობს ცისფერი ვარდი ბლუმუ აი ეს ქალბატონი ძალიან კაპრიზნია მოასწრებს ყვავილებს მოასწრებს ალბათ რა ვიცი, ისეთი ცვალებადი ამინდები გვაქვს, ხანცივა, ხანცხელა, ვერ გაგიგია. აქ კვინ ელიზაბეტი არის და ეს არ ვიცი. რომელი ვარდი მაქვს დაკალმებული ლავლი რედ რომ მქონდა დაკალმებული ისინი ყველაფერი ყველა ძირი ამოვიღე 8 ძირი იყო და გადავრგე მეუღლეს დავურგე მეხში ლანების ბოლოს ეს საერთო ხედი გუშინ არ ვიცი რამდენი ტომარა ფოთოლი გავიტანეთ რას უშვებით ფოთოლს ეზოდან რომ იღებთ
ადრე ვწვავდით ხოლმე, ახლა დაწვა არ შეიძლება. ბუნებას ზიანს ვაყენებთ ამით. ნაგვის ბუნკერში ჩაყრა არ შეიძლება ფოთლის. არა და კაკლის ფოთოლი ვიცით რომ კაკლის, სხლის ფოთოლი ძალიან ძნელად ალპება და სახში რომ სადმე მოვაგროვო დალპეს თქო გადავამუშაო და კომპოსტი გავაკეთო არ შეიძლება ამ შემთხვევაში. არა და რამხელა კაკლები მიდგას ეზოში. სანამ ეს ამდენი ფოთოლი ჩამოვა, არ ვიცი. მეუღლე ტომრებით ეზიდება. ბუნებას კი არ ვანაგვიანებთ. ფოთოლი რომ გადაყაროს, სადმე არ არის პრობლემა, ეს ნაგავი არ არის. ვინმე რომ არ მომწეროთ ახლა ბუნებას ანაგვიანებთო, მაგრამ არ ვიცი, ცოტა პრობლემა შეგვექმნა ამდენი ფოთლებით. ზოგისთვის ვიცი, ეს არ არის არავითარი პრობლემა. საერთოდ ყურადღებასაც არ აქცევენ ამ ფოთლებს, მაგრამ მინდა ხოლმე რომ მოვასუფთავო ეზო. ეს ისე ნონა. ახლა ესე ჩავყვებით ამ ვარდებს. შეგახსენებთ ნოემბრის თვე არის. აი, როგორ ლამაზია. ეს უკვე ჩაიშალა. ლეძი უშალოდ. ესეც ისევ ნონა უხვაყლავის. სუპერსტარი. გამარჯობეთ. ფრეზია იკეთებს ახალ ყლორტებს. ეტყობა არ არის მცივანა, ამხელა ბუჩქი გახდა. მე-1000 სუპერსტარია, მაგრამ მაინც გინდა რომ ახლოს მიხვიდე და დააფიქსირო ყოველ ჯერზე მისი სილამაზე. არა და ვთქვათ უბრალო ჯიში. აი ბლუ მუნსად გადმოვრგე. მზე არ უყვარს ამ ვარდს. მზეზე ზაფხულში იწვება და ამიტომ ნახევარჩრდილი იქნება. აქედან კაკალია, იქიდან მზე ადგება. აქეთ ჯერ არ არის ყვავილები, კოკრებში კი დგას ვარდები. ნონა. ასეთ ყოვებულა პატარა გლორია დეი. ნახეთ რა მყავს აქ. პალმა. თავისით ამოვიდა ეზოში და აქ გადმოვრგე. ფეხი არ დავადგათ შემთხვევით თქო. მეუღლეს ვეუბნებოდი, ეს არის პალმა, თქო, არ მიჯერებდა, საიდან არ იქნება ჩვენს ეზოში პალმა, არ ვიცი საიდან. ჩიტებმა მოიტანეს თესლი თუ რა, არავის არ დაურგავს, თავისით ამოვიდა, კაკლის ქვეშ.
ამიტომ რა თქმა უნდა გადარგვა იყო საჭირო. აი კიდევ ერთი Blue Moon. ერთი სიტყვით ახლა 3 ძირი მაქვს. ეს შარშანვახარე 2 წლის ენერგია, რომ ხელა გაიზარდა. ეს პატარა გაზაფხულზე ჩავაკალმე. ალბათ 20 კალამი მქონდა ჩაკალმებული და მხოლოდ ერთმა იხარა. შორიდან იმდენად არ ჩანს ვარდების ყვავილობა. აქ მწვანე ვარდები მაქვს, მაგრამ ძალიან დაავადებულები მოცარი აქვთ. მათ არაფერი აღარ ეშველებათ. ეს ძველი ჯიშის ვარდები მშვენივრად დგანან, არაფერი არ სჭირთ. და ეს მწვანე ვარდი არის თუ სხვადასხვა ახალი ჯიშის ვარდები, სულ დაავადებულები არიან. რო თქვა უხვად ყვავილობენ, თქო არა. ეს არის ძალიან სურნელოვანი ვარდი. შავი ვარდი არის. ზედაჭკნება ფოთლები. ეს არის აი ასეთი. სურნელოვანია. მე აი ასე გამოიყურებიან. დღეს ქათმები არ უნდა გამოუშვა, ისხდნენ, სახლში არ ვიქნები. უკონტროლოთ კიდე არ შეიძლება ქათმების გარეთ გამოშვება, აფრჭებენ ყველაფერს. ოხრახუშს რამდენჯერ გადაუვარეს უკვე, სულ გამინადგურეს. ტრაქტორი მოდის. კარგით მაშინ, ამით დავამთავროთ ჩვენი გასეირნება ნოემბრის დასაწყისში. მე ნოემბრის ბოლოს კიდევ გადავიღებ, როგორ გამოიყურება ეზო და ვარდები ნოემბერში.